მცირე ესე ვთქვათ აქტივობებს. რომლის თვითონ ის დაკვლევა ან შესაძლოა ახლებრივი გამოსხივების სასი ხალისხიანი განათლების გამოწვევები გვაქვს და ამაზე დანიშნულებით ხიად ვისაუბროთ, იმიტომ რომ როცა დასაქმების პოლიტიკას ვქნით, მან ხედავთ რომელია მონაწილე, სტეიკჰოლდერთა თანამონაწილე, რომ მივიღო კარგი სამუშაო ძალა, ვისთან უნდა ვითანამშრომლო და რა უნდა შეიცვალოს. იგივე მოთხოვნაა დაიბადოს ხალისხიან განათლებაზე და ეს მოითხოვს რა თქმა უნდა სტუდენტებმა პროექტში და მეორეც რომ მნიშვნელოვნად დამსახურებული აქტიურად ეუბნებოდეს ესაუბრებოდეს ასეთ უნივერსიტეტებს, რომ რაღაც ცვლილება საჭირო. დასაქმების ძიების თერთმეტ სტრატეგიას ვასწავლით სამუშაოს მაძიებას. ასევე ვარ დამსახურებთან, რომ აი სადღე ძერთ ან ან ვინც ვინდა რომ მოვიყვანოთ, მას იქცევში ვეძებთ. მაინც მხოლოდ დასაქმების ფორუმი სხვა ვერსიები არსებობს, ხოლმე განცხადების განთავსები კი არა. ანუ რეკრუტინგის უკვე გამოცდილების მიღება და ხშირად ხედავთ ამასაც, რომ ჰედჰანტინგი ანუ რაღაცა ტვინების მოზიდვის კონტექსტშიც ჩვენ არ ვუყურებთ. აი ეს ტიპები ვინც და სად არის ეს დასაქმებული და წამოვიყვანოთ თუნდაც, ხო? სამსახურში წერილაც ბათუმში საქმიანობს, აჭარაში საქმიანობს და არა მარტო. თუმცა დღევანდელი წელი ვფიქრობ, იცით რომ ყველაზე კრიტიკული და კრიზისული წელია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში აქ ხედავთ გაცნობიერებთ, რომ არ გვაქვს სასურველი მდგომარეობა. დღეს ვიბრძვით, ვძოვობთ დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ჩვენი გმირების მიერ მოპოვებული თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის. სადაც გავიარეთ, როგორც ფინანსური წიგნიერება, წარმოება, კარიერული განვითარება. ამ პროექტმა შეგვაქმნა ყველას, ჩვენთან გულდინავით და მენახა ას რაბინდოს ნამდვილებში ასევე შეგვიცვალა ხედვა. პროექტთან მოხდა ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა, ღონისძიება, გავიცანეთ საინტერესო ადამიანები. ჩვენ ვსაუბრობთ შეხვედრების დროს რა არის რედფლაგი და წითელი დროშები და სასამართლოს დასაუბრებას საინტერესო მონაწილეს და ეს იყო ვიღაცისთვის იყო განმარტებული შეცდომები. ვიღაცისთვის იყო დაბნეული ბავშვები და საინტერესო დეტალები ჩვენ ეს სამაგალითად ხო როგორც განსახლებების მაძიებლებისთვის მწვანე დროშა გრინფლაგი არის ეს ჯგუფური თერაპიები. თუ დასახლებები იყენებს ამ მეთოდს თავის დასახლებებთან სამუშაოდ, ეს უკვე ძალიან დიდ და კარგად მეტყოლებს მას. ეს საკში ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო პატარების საკშიშაც რომ ვიცოდეთ სად გზნოთ საკუთრებას ენა კონკრეტულად და ამის ამჩენაში ჩვენ ძალიან დიდი წვლილების მქონდა. საურსა ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ფინანსური ხარდაჭერით უმასპინძლა პროექტის ახალგაზრდების საარსებო საშუალებების შექმნა და დასაქმების შემაჯამებელ ღონისძიებას. აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს 3 თვის განმავლობაში და მისი მონაწილენი გახლავთ ახალგაზრდები 18-დან 29 წლის ჩათვლით. ჩვენი პროექტის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდათ სასწავლო პროგრამა, რომელიც 60 საათისგან შედგებოდა. ჩვენ ახალგაზრდებს ვასწავლეთ კარიერული განვითარების და პროფორიენტაციის პროგრამა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება, ჰქონდა ასევე ჯგუფური ფსიქოთერაპია, მეწარმეობის კვირეული და ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციები, რამაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს, რომ დაეზუსტებინათ თავიანთი კარიერული ხედვა, განესაზღვრათ კარიერული სამოქმედო გეგმა და მიიღოთ
გადაწყვეტილება უშუალოდ სტაჟირების, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებთან მიმართებაში, რომელიც უკვე მათთვის აპრილის თვეში განხორციელდება.